Ოლში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გამოადგებათ. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაგიხადოთ ფაუნდერებს. კარგი გაუმჯობესებას ხედავ თქვენ პრეზენტაციებში, კითხვა-პასუხებში ნაკლებად, პრეზენტაციებში კარგი გაუმჯობესებას ხედავ. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატო წამოვიყვანა ეს ჩემი გუგლზე სტილი, ერთ-ერთი მიზეზი რატო წამოვიყვანე არის ის, რომ დავანახო როლ მოდელები თქვენ ახლა. ამიტომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ამ აუდიტორიაში ზის და ნებისმიერი ადამიანი ალბათ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად ძნელია სტარტაპის კეთება. რამდენად ძიმეა, როცა შენ ხარ ალბათ ის 1%, რომელსაც ჯერა. თავით. ამიტომ მოდით ტაში დავუბრალოთ ყველა ფაუნდერებს. და ახლა მინდა ვილაპარაკო ინვესტორებს. მე კაი ხანი დამჭირდა ჩემ ცხოვრებაში, რომ გამეგო კი არა, სულ მეგონა, კაი ხანი მეგონა, რომ ინვესტორები იყვნენ სუპერ ადამიანები. ძალიან ლოგიკურად აზროვნებდნენ ციფრებზე ყველაფერი და ალბათ 7-8 წელი დამჭირდა ჩემი ცხოვრების, რომ გამეგო, რომ სცენარიაში ესე არ არის. ამიტომ მე მინდა ინვესტორებზე მაქსიმალურად მოგიყვეთ ყველაფერი, როგორი ტიპის ინვესტორები არსებობენ, რას უნდა ელოდოთ, როგორ უნდა ესაუბროთ მაგათ. და ეს პირველი სლაიდი გამოხატავს ის მნიშვნელობა, რაც ამ მისტერ გალს აქვს მნიშვნელობა, ამ მნიშვნელობით არ არის. გამიგებთ ვინც იცის და მაგ არის საუბარი ინვესტორებს. მოდით პირველ რიგში ინვესტორის ტიპებზე ვილაპარაკოთ, ხო, რა ტიპის ინვესტორები არსებობენ. ნუ ამაზე არ შეგაწყანთ, იმიტომ რომ მეგონი ყველა ვიცით უკვე, friends and family. ეს არის ჩვენი პირველი ინვესტორები, მათ შორის საკუთარი პუბლიც არის, რომელიც დებენ ჩვენ იდეებში, იმიტომ კი არა, რომ სჯერათ. შეიძლება სჯეროთ და შეიძლება არა. მაგრამ ეს არის სიყვარულის ფული. იმიტომ რომ უყვარვართ და იმიტომ რომ გვინდათ, რომ უნდათ, რომ ვაკეთოთ, ხო, რაღაც კაი ცხოვრებაში. ამიტომ ამ ასეთ ტიპის ინვესტორების ნაკლებად ვილაპარაკებთ, დანარჩენი ტიპის ინვესტორებზე ვილაპარაკებთ ძირითადად. დანარჩენი ტიპის ინვესტორები შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი, რომელიც საკუთარ ფულს დებს GP-დან, რომლებიც ძირითადად ასეთ ტიპის ინვესტორები არიან ამ ოთახში, რომელსაც სხვანაირად უწოდებენ angel ინვესტორები, ანგელოზი ინვესტორები და ადამიანები, რომლებიც ფონდების ფულს დებენ. მათ შორის შეიძლება საკუთარი ფულიც იყოს, ამ ფონდების პერფორმანსზე არიან დამოკიდებულები, მაგრამ სხვა დონეზე აქვს და ახლა მინდა ცოტა ვისაუბრო რამდენიმე წინადადებში აგეხსნათ, რაშია მნიშვნელოვანი ეს განსხვავება, რაში გამოიხატება ეს განსხვავება. განსხვავება გამოიხატება იმაში, რომ გაცილებით უფრო მარტივია პროცესი ანგელოზ ინვესტორთან, გაცილებით უფრო მზად არის ანგელოზი ინვესტორი, რომ მასიურ Uber-ის და Airbnb-სნაირ სტარტაპს არ ელოდოს, იმიტომ რომ ადრინდელ ეტაპზე დებს და შესაბამისად წესიერი მოგებას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ აიღოს წესიერი მოგება ვიდრე ფონდს. და მეორე ეტაპზე გვაქვს უფრო მეტი ბიუროკრატია, როცა ფონდებთან გვაქვს საქმე. და ეს ფონდები რო დებენ ფულს, ფონდის ფულს, იქ ფონდის ფულს გადაწყვეტილებას იღებენ ეგრეთ წოდებული general partners, რასაც ქვია, ხო, პარტნიორები. პარტნიორებს აქვს გარკვეული გამოცანები. გარდა იმისა, პარტნიორებს აქვს ძალიან ხშირად ლიმიტაციები. დებენ მხოლოდ აქ და მხოლოდ აქ. ანგელოზ ინვესტორებს ნაკლებად. ამიტომ გაცილებით უფრო მარტივია ანგელოზ ინვესტორებთან ვიდრე ფონდებთან. მაგრამ უნდა ვიცოდეთ. გარდა ამისა, კიდე არსებობს, შეგვიძლია ასე დავყოთ ორ ტიპად more or less ინვესტორები. პირველ რიგში ინვესტორები, რომლებიც ფინანსური ბექგრაუნდით მოდიან, არ არის აუცილებელი, რომ მათ სტარტაპი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, უბრალოდ რაღაც ცხოვრება მოიტანა, რომ დაიწყეს სტარტაპებში ინვესტირება. და ინვესტორები, რომელსაც სტარტაპი აქვს გაკეთებული, operator, ეძახიან ასეთ ხალხს. ცხადია, რომ ჩვენ, ხო, როგორც ფაუნდერებს გაცილებით უფრო მარტივად გვაქვს კომუნიკაცია ისეთივე ხალხთან, რომელსაც როდესღაც სტარტაპი აქვს გაკეთებული.
განსხვავება ასეთი ტიპის ინვესტორებში ძირითადად არის რამდენად უფრო ფინანსური ტიპის ინვესტორები უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ფინანსებს და ციფრებს, ვიდრე სხვა ტიპის ინვესტორები. ამიტომ Grand Vision-ის მიყიდვა ფინანსური ინვესტორისთვის ძალიან ძნელია. და ესეც უნდა წინასწარ ვიცოდეთ რა ტიპის ინვესტორთან გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია. ეხლა როგორ უნდა ველაპარაკოთ ინვესტორებს? რო ავიცილოთ აი ესეთი სიტუაცია, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. რადგან AI ასეთი პოპულარულია, ყველა იყენებს AI-ს. და გეცნობათ ალბათ ხო, ჩვენც ალბათ რაღაც დონით ვცდილობთ რამით ვისარგებლოთ. ნაკლებად ეფექტურია ეს უფრო გაცილებით უფრო ეფექტურია, ახლა მოგიყვებით როგორ ტიპის კომუნიკაცია იქნება ყველაზე გაცილებით ეფექტური. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის გამოცდა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რა კითხვას მისმენენ ხოლმე, როგორ უნდა რა უნდა შევცვალო ჩემი ბიზნესში, რომ მოვაწონო თავი ინვესტორებს. რაც ძალიან არასწორია. ეს არ არის გამოცდა. ეს არ არის აქ ჩვენი სამწუხაროდ კი არ ესე მოწყობილი სამყარო, რომ ჩვენ ბავშვობიდან ვეჩვევით, რომ სისტემას მოვატყუთ. თუ ბავშვობიდან, საბავშვო ვახიდან სკოლაში, სტუდენტები. იმიტომ კი არა, რომ ეს ცუდია. პირიქით, სისტემა არის ესეთი, და ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვუვარდეთ, ხო, გამოცდებზე არ ვსწავლოთ, გამოცდებამდე რაღაც რამდენიმე დღე გავჩნდებით და ვსწავლობ და საგანს ესე ვერ ვისწავლებ, სამწუხაროდ. ხო, მარტო გამოცდებისთვის. ეს სისტემის მოტყუება აი ამ რეალობაში არ მუშაობს. ეს არის პლუსიც და მინუსიც. პლუსი იმიტომ არის, რომ მოგიწევთ თქვენ ბიზნესის, წესიერი ბიზნესის დაყენება. ვერ მოაყუეთ სისტემას, მათ შორის ერთი-ორი ინვესტორი შეიძლება მოტყუდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოაყუეთ. ამიტომ უნდა ყველაზე კაი მეთოდი, რომ ინვესტორებს ველაპარაკოთ, არის ის, რომ ჩვენი საკუთარი ბიზნესი განავითაროთ იმ დონემდე, რომ ინვესტორი დაინტერესდეს. ან სწორი ინვესტორი ვიპოვოთ და იმის დავაინტერესოთ. რა არ არის საკმარისი. ძალიან კაი რაღაცები აქვს, მაგრამ საკმარისი არ არის. კაი პრეზენტაცია, აი ყველა შემიძლია მოყოლეთ 5-ს, ძალიან კაი პრეზენტაცია იყო, სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის. არ არის საკმარისი თვითონ როგორ მიყავს ეს პრეზენტაცია. კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. დამახსოვრებული რო გაქვთ ზეპირად რო იცით, ესეც კაია. ვიჩვენებს რომ მომზადებულები ხართ, მაგრამ არ არის საკმარისი. ეს კარგიც არ არის. ბაზულებების გამოყენება, განსაკუთრებით უფრო იაფი, უფრო ხარისხიანი, უფრო სწრაფი, ირჩევთ რომ არ გამოიყენოთ. იმიტომ რომ ინვესტორები, ახლა ყველანაირი ტიპის ინვესტორები არსებობენ, რაც ძირითადად ინვესტორები არიან ადამიანები, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და გავლილი აქვს დიდი გზა. ამიტომ ამას ხვდებიან შორიდან. BSC შეუძლიათ დაინახონ ძალიან კაცად. ქარიზმატული პრეზენტაცია ძალიან მაგარია, მაგრამ საკმარისი არ არის. ეხლა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? უბრალოდ ერთი მომენტი აკეთებდა impressive numbers, ხო? ძალიან კაია, მაგრამ საკმარისი არ არის. აი კითხვა პასუხის დროს უფრო კარგად გამოჩნდება ხოლმე. თუ ძალიან კარგი ციფრებია, მაშინ უფრო შეგვიძლია კონკრეტულად დაიწყებენ იმ კითხვებს ან ციფრებზე. რას აქვს მნიშვნელობა? მნიშვნელობა აქვს აი ჩვენი ბაზრის, სადაც ოპერირებთ, იმის ძალიან მაგრად ცოდნას. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ჩვენ თუ დამწყებები ვართ და ეხლა ვიწყებთ. საიდან გვექნება ეს ცოდნა? მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენ თუ დამწყებები, რაც უფრო დამწყებები ვართ, უფრო გაგვიჭირდება ფინანსების მოპოვებას და აქცენტი ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს. იმიტომ არის ეს პროცესი, როცა ხარ გზად, მაშინ გამოდიხარ ინვესტორის წინაშე. ამიტომ ამაზე იმუშავეთ, რომ ბაზარი იცოდეთ ძალიან კარგად. უნიკალური ღირებულების შეთავაზება. ალბათ ხშირად ხსნენია ჩვენ განაცხადების მენტორისგან. ეს არ არის მარტივი. ეხლა მე რასაც ჩამოვთვლი, არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი გქონდეს საწყის ეტაპზე. რამოდენიმე რომ გქონდეთ, უკვე დიდი კაი შედეგი იქნება.
უნიკალური ღირებულების შეთავაზება განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როცა ძალიან დიდი კონკურენცია ყველას უჭერს. მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელი. მასშტაბირებასაც გააჩნია. ეხლა რამდენიმე სტარტაპი აქ რო გამოდიოდა, აშკარად ეთქვამოდა, რომ გრანდიოზული ბიზნესი არ გამოვა, თუ არ შეცვალეს იდეა. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მასშტაბი მცირეა და როგორც წესი ეს ნიშნავს, რომ სარისკო კაპიტალის ფონდები ნაკლებად დაინტერესდებიან. ანგელოზ ინვესტორებთან კვლავ შანსები აქვთ, და როგორც ხედავთ, ანგელოზ ინვესტორები მაინც ინტერესდებიან ასეთ ტიპის სტარტაპები. ეგრეთ წოდებული product market fit, რაც ნიშნავს, რომ ჭირდება თუ არა ჩვენი პროდუქტი ვინმეს, აი ამის მტკიცებულება. არა ჩვენი თეორია, არამედ რაღაც მტკიცებულება. და საწყის ეტაპზე ეს მიდის ყველაფერი ვალიდაციებთან. რამდენი ვალიდაცია გაქვთ გაკეთებული, რომ ეს საჭიროა ეს პროდუქტი. და ზუსტად ამიტომ თუ გახსოვთ, რამდენიმე კითხვა იყო ამასთან დაკავშირებული. რა გაქვთ გაკეთებული ვალიდაცია. და თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ დაკავშირებული და 3-4 თვე უკვე მოგებული გაქვთ ჯიტას გრანტი მაგალითად, ძალიან ცუდად მეტყველებს. რომ აი ამ ვალიდაციას ძირითადად ეს უნდა იყოს ეს გრანტი არის MVP-ის შექმნისთვის. MVP-ის შექმნის პარალელურად შეიძლება ვალიდაციების გაკეთება. ამიტომ უნდა გამოიყენოთ ეს დრო და გააკეთოთ ვალიდაციები მაქსიმუმ. კონკურენტული უპირატესობა. ეს არის ალბათ ყველაზე ძნელი მომენტი და ყველას უჭერს. მათ შორის YC Combinator-ის სტარტაპებს რო შეხედოთ, ძალიან ცოტა საათი ესეთი კონკურენტული უპირატესობა გადასარევია. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ეს არის პროცესი. თავიდან რაც არის კონკურენტული უპირატესობა, ეს ერთია და ძალიან ცოტა საათი თავიდან რაღაც კონკურენტული უპირატესობა გადასარევი, მაგრამ არის კიდე აი ამ პროცესში, რო ვითარდებით, რას აკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონკურენტული უპირატესობა დააგროვოთ. და თქვენ თუ რამე სისუსტეები გაქვთ აი ამ ეხლა დღეს კონკურენტული უპირატესობაში, იფიქრეთ იმაზე, მოატრიალეთ კუთხე, რომ ამასობაში ჩვენ რომ ამას ვაკეთებთ, დავაგროვებთ ამას. თუნდაც მონაცემები მომხმარებლი შეინახება ჩვენთან. და ეს გახდება მე ეს კონკურენტული უპირატესობა. რამდენიმე სლაიდი იყო ისეთი, სადაც აი ეს მატრიცა, ყველას რო აქვს მატრიცა, ერთ-ერთი გრაფა იყო, რომ ყველას პლუსი ქონდა. და კითხვა ისმის, ეს ყველას პლუსი თუ აქვს, ყველა ჩვენ კონკურენტს. საერთოდ რატო არის ამ გრაფაზე? ის რა შეჭირდება? ყველა თუ კარგად აკეთებს იმას. და საერთოდ მე გირჩევთ, რომ აი მოშორდეთ ამ გრაფას, სადაც პლუსები, მინუსები წერია და ფოკუსირება გააკეთეთ, შეეცადეთ, რომ ერთ პატარა რაღაცაზე გააკეთეთ ფოკუსირება, რას ვაკეთებთ ჩვენ სხვებზე უფრო განსხვავებულად. და ეს მე მიგიყვანთ სადამდე, იცით? რომ ჩვენი ბაზარი ყველა კი არ არის. ბავშვი, კაცი, ქალი, რა ვიცი, ყველა. არამედ რაღაც კონკრეტული სეგმენტი. იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფრისთვის რაღაცა კარგად ვაკეთოთ. აი რაღაც ერთი სეგმენტისთვის, რომლისთვისაც კონკურენტები კარგად არ აკეთებენ, რატომაც. აი იქ უკვე სხვა საქმეა. და ეგრეთ წოდებული გუნდი. გუნდი არ ნიშნავს, რომ ინვესტორები ელოდებიან, რომ თქვენ, რა ვიცი, საქართველოს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გეყოლებოთ გუნდში, ან რაღაც ჰარვარდის დამთავრებული, ან რაღაც ნობელის პრემიის ლაურეატი. აქ არ არის ამაზე საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ გუნდში უნდა იყოს ძალიან კაი დინამიკა, იმ მხრივ, რომ გუნდი უნდა იყოს ძალიან fast learner-ები და მშიერი ადამიანები. მშიერი, რა ვიცი, შეიძლება ვერ გადავთქვი, ფარნი ახლა სწორედ, მაგრამ სწავლაზე მშიერი, ან განვითარებაზე მშიერი ადამიანი. ეს გუნდი გაცილებით თუ კარგად არის შეთამაშებული ერთმანეთში, გაცილებით ჯობია ხოლმე გუნდს, რომელიც მოდის კორპორაციული სამყაროდან. იმიტომ რომ კორპორაციულ სამყაროში არც მარტივია ეს სტარტაპ მენტალიტი რო გქონდეს. იქ სხვა პროცესები მუშაობს. ეს ძალიან ძნელია ამის დანახვა ფიჩში.
მაგრამ მე ვისაუბრებთ ახლა pitch-ი როგორც წესი არ არის მხოლოდ ერთი იტერაცია, რაც გაქვთ ინვესტორებთან. და ამას მოყვება უკვე აი ძალიან გრძელი სია, ხო? ფოკუსი, ამაზე ვილაპარაკებ ცალკე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბაზარზე გასვლის სტრატეგია და customer acquisition გეგმა არ ნიშნავს, აი ახლა წავალ Facebook-ზე დავგუსტავ, მოდეცე, რა ვიცი, მომხმარებელს დაურეკავ და ასე შემდეგ. ამაზე არ არის საუბარი. ბაზარზე გასვლის სტრატეგია ნიშნავს, აი თუნდაც რაც ვახსენეთ წინაზე, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ აი სეგმენტი, რაღაც ძალიან ვიწრო სეგმენტი კონკურენტების მიერ არის უგულვებელყოფილი. არ არის ბედნიერი ეს სეგმენტი, ვერავინ ვერ უგვარებს იმ პრობლემას კარგად. მაინც ხმარობენ იმ ჩვენ კონკურენტის პროდუქტს. იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. მაგრამ ჩვენ ამის იდენტიფიკაცია გავაკეთეთ. ვიცით სად ვიპოვოთ ეს სეგმენტი. აი ამათ მოუგვარებთ იმ ერთ კონკურენტულ უპირატესობას, ძალიან კარგად ერთ ფიჩერს, რაც გვაქვს, ძალიან კარგად ჩაუდებთ და ეს არის ჩვენი ბაზარზე გასვლის სტრატეგია. მერე გადაგვალთ უკვე სხვა სეგმენტზე. ეხლა მინდა 4 რაღაც ყველაზე ხშირად რაც ხედავ შეცდომას, ამაზე ვილაპარაკო. პირველ რიგში ეს არის თუნდაც აპლიკაციაზე პრეზენტაციებში ეს არ ჩანდა, ამიტომ კომპლიმენტები თქვენ. პრეზენტაციაში ყოველ შემთხვევაში მოგვარებული რო იყო. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ბაზვორდები და ძალიან ვრცლად რო არის დაწერილი და ვრცლად რო ვლაპარაკობთ, აი ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ მოკლედ ვისწავლოთ საუბარი. ერთმა ჩემმა მეგობარმა YC-ის კომბინატორის სტარტაპი იყო და რაღაც თავისი მაგალითი მოიყვანა, ხო? YC აპლიკაცია რო შეავსო, აი ესეთი იყო, 3-ჯერ თუ 4-ჯერ ეცადა და მე ბოლოს მიიღეს. და იგივე აი ამის თქმა შეიძლება ეღოთ. ამას ხედავ 100% რაც აპლიკაციები მე ბიჭიტას გრანტებზე რაც შემოდის, აი თითქმის ყველას ესე აქვს. და მიუხედავად ამისა, როგორც წესი, პირველი complaint რა არის ჩვენთვის სალომე, რომ არა გვაქვს ადგილი, რაღაც ლიმიტაცია გვაქვს ჩიტაკვიცესებს 100 სიტყვაზე მეტი არ შეიძლება აქ იყოს. არა და პირიქით, აი ეს რაც არის, ამის მაგალითად ყოველთვის შეიძლება რომ უფრო მოკლედ გამოვხატო აზრი. მეორე, აზრის ზომა, ასე ვთქვათ, საიზინგი. ძალიან გამეხარდა, რომ ერთ-ერთ პრეზენტაციაში, ორში დავინახე, კარგად გაკეთებული აზრის ზომა. და ეს არის რაღაც პირველი მერცხალიით, იმიტომ რომ მანამდე რაღაც ეპიდემიით არის. აზრის ზომა უნდა მოდიოდეს ქვემოდან ზემოთ. როგორც ქონდა ეს გაკეთებული ორ სტარტაპს, აი მაგალითი აქაც, ხო? თამის მაგივრად, ხო, როგორ ეგრევე ვახეთქეთ, აი ახლა თამია, წამოდით ქვემოდან. საქართველოში არის ამდენი ბიზნესი, თვითო ბიზნესი დაგვიტოვებს ჩვენ, რა ვიცი, $25 თვეში. და გადაამრავლეთ ამდენი ბიზნესი ამაზე და მიიღეთ, რა ძალიან გამიხარდა ეს სტარტაპის ქონდა გაკეთებული. მაგალითი. იგივე აპლიკაციით. როგორ ქონდა, როგორ არის. მომხმარებლების რაოდენობა, შემდეგი სლაიდი. რამდენიც გვიტოვებს თვითონ მომხმარებელი. დააკვირდით. $25 თვეში რომ დავაწესოთ, ამდენი მომხმარებელი გჭირდება რომ მიაღწიოთ ამას. ხო? და ეს რომ მივაღწიოთ ამას, როგორც წესი უნდა იყოს მიბმული იმასთან, რაში გჭირდება ინვესტიცია, ხო? ინვესტიცია გჭირდება $100,000, რომ, რა ვიცი, 10 მომხმარებლიდან გადავიდეთ 300,000 მომხმარებელს. მესამე, ფოკუსზე შეგვიძლია რომ ამაზე ვისაუბრებ და ეს არის დაკავშირებული ერთ-ერთი კრიტიციზმი, რაც ქართულ ეკოსისტემას საერთოდ აკრიტიკებენ ხოლმე, ნელა მუშაობთ. სტარტაპები, ანუ სისტრაფე არ არის მუშაობის. და ეს მე მგონია ამასთან არის დაკავშირებული ფოკუსთან. უბრალოდ ფოკუსის გაფანტვასთან. ჩვენ ერთდროულად ვაკეთებთ ძალიან ბევრ რაღაცას. ეს გასაგებია არ არის სამში დიდი პრობლემა, უბრალოდ რომ გამოვდივარ და ინვესტორის პრეზენტაციაში ვაჩვენებთ, რომ იცით რა, მომხმარებელი შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს იყოს. ეს გასაგებია, ეს ინვესტორები იცის ისედაც, რომ შეიძლება ის იყოს, შეიძლება ის. ინვესტორს აინტერესებს, ეხლა რა ჰიპოთეზაზე მოვხატოთ.
ეხლა ვინ არის ეს თქვენი ფოკუსი? და რასაკეთებთ იმისათვის, რომ მთლიანად აიღოთ ეს ფოკუსი? მომხმარებელი ვინც ყავთ. რატო ეს პრობლემა? პრობლემა არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ნელა უმუშაობთ, იმიტომ რომ ბევრ ამას ვცდილობთ ერთდროულად, რატო რესურსები გვეხარჯება იმაზე მეტი, რაც შეიძლება დაგვეხარჯოს, რატო ამაზე უარესი რაც არის ორი. მორალი, გუნდის და მომხმარებლის გააზრება, რას ვაკეთებთ, ძალიან ცუდ დონეზეა. იმიტომ რომ ჩვენ თუ შევცვლით ამას, მომხმარებელსაც უჭირს და ჩვენ თვითონაც გვიჭირს გუნდს. გუნდში ყოველთვის უნდა იყოს ძალიან ცხადი ერთი მიზანი, ხო? ყველი გუნდი უნდა იყოს ანთებული ამით. და ჩვენ თუ გვიწევს აი ესე ძალიან ხშირად და ყოველდღე რაღაც სხვა მიზნები გვაქვს, ძალიან ძნელია სტარტაპის განვითარება. და ამის შედეგად თუ ჩვენ გვაქვს რაღაც, რა ვიცი, 2, 3, 4 პროდუქტის იდეა, ყოველთვის კაია რომ ერთი გამოვსახოთ და გამოვყოთ ერთი, რომელიც არის ჩვენ ქორში, რაც ჩვენ შეგვიძლია ყველაზე კარგად ვაკეთოთ. და ამის შედეგად გამოვყოთ ჩვენ ერთი მომხმარებელი, რომელსაც ქვია ტერმინია ასეთი ICP, ალბათ გაგიგიათ, ხო? Ideal Customer Profile. ძალიან ხშირად ინვესტორისგან კითხვა მოდის, ვინ არის ეს მომხმარებელი? ეს ყველაფერი წინა რასაც გითხარით, ხო? ეს სეგმენტი, რომელსაც აი მაგრა ჭირდება, რასაც აკეთებთ. და ამის შედეგად ამას როგორც კი გამოყოფთ, იგივე გაგიადვილდებათ აი იმის პოვნა კონკურენტული უპირატესობის, რაც ახლა ვერ აკეთებთ. და რის შედეგად, რის მაგივრად, ახლა მატრიცები გაქვთ, სადაც აი ეს ჩეკებს აკეთებთ და მინუსებს წერთ. აი ამ მატრიცების მაგივრად უნდა იყოს ერთი რაღაცა მხოლოდ. მაგრამ ეს ერთი რაღაცა იმ ერთ რაღაცას 10 ჯერ უკეთესად უნდა აკეთებდეთ კონკურენტს. რატო? ამის შედეგად იგივე ეფექტურად მოტრიალებული, რომ მესეჯი თქვენი უფრო მეტი დამაჯერებლობით გაისმის, როცა პრეზენტაციაზე გამოდიხართ, უფრო დამაჯერებელია, როცა მომხმარებელი ერთი ტიპის ყავთ, გაყიდვების პროცესი უფრო მარტივი იქნება და ინვესტორებს უფრო დაგვიჯერებს. და რაც თავარია, ჩვენი ზრდას რო ვაჩვენებთ, თქვენ ჯერ იმ ეტაპზე არ ახართ, რომ ზრდის ჩვენება შეგიძლიათ, მაგრამ ზრდას რო ვაჩვენებთ, ჩვენ თუ აი ეს თანამიმდევრობა სტორი არ აქვს, მაშინ ეს მთელი ზრდის ჩვენების აზრი იკარგება. როცა ერთ სეგმენტზე მუშაობთ და ზრდას ვაჩვენებთ, რომ იმ ერთ სეგმენტზეა ზრდა, მაშინ უკვე ზრდას არ აქვს მნიშვნელობა. მეოთხე, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ეტაპზე სტარტაპის სხვადასხვა რაღაცა არის უფრო რელევანტური. მარტივად მაგალითი რო გითხრათ, ხო, ყოველთვის არის ნებისმიერ ვინც ბიზნეს აკეთებდა, იცის რომ ორი არის ესეთი ყველაზე მთავარი. პროდუქტი, დისტრიბუცია, ხო? მე კიდე დავამატებდი აქ მესამეს, რაც არის attention და უფრო რელევანტური ხდება. პროდუქტი თუ დისტრიბუცია. დისტრიბუცია ნიშნავს, რომ მივიტანოთ ეს ჩვენი პროდუქტი მომხმარებლამდე. და აი ეს გააზრება, როცა ინვესტორი უსმენს ფაუნდერს, ესმის იმ ფაუნდერს რა არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და რა იქნება შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ სხვა ეტაპებზე რო შეხედოთ, ხო, მაგალითად, Comcast-ი რო ავიღოთ, Netflix რო შეადაროთ, Slack-ი და Team-ი რო შეადაროთ, იგივე როცა დისტრიბუცია გვაქვს ჩვენი, ხო, და არა commoditized, მაშინ დისტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. და ამის მაგალითი Apple-ი არის, ხო, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ასე. როცა დისტრიბუცია არის სტანდარტული, commoditized, ასე ვთქვათ, მაშინ პროდუქცია აქვს მნიშვნელობა. საწყის ეტაპზე ცხადია, ხო, თქვენ შეიძლება ვფიქრობთ რელევანტური არ არის, იმიტომ რომ პროდუქცია აქვს ყველაზე მნიშვნელობა თქვენთვის ამ ეტაპზე. მაგრამ ძალიან სწრაფად შეიძლება დადგეს ის ეტაპი, როცა მოვა გააზრება, იცით რა, დისტრიბუცია ესე როგორ ვაკეთებთ. და შეიძლება ზუსტად ეს იყოს თქვენი კონკურენტული უპირატესობის დიდი ისე რა ქვია, დიადი აზრი, რომ იცით რა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და 6 თვეში, აი ზუსტად ამაში პროდუქტი შეიძლება განსხვავებული არ არის, მაგრამ დისტრიბუციაში მივიღებთ. ამ დიდ ბუსტს. პირველი ფიჩი, რაც აი ახლა გაწიყო, რასაც ხედავ, პირველს არ ვეძახებ პირველ ვერსიას, პირველს ვეძახი ინვესტორის გაკეთებით. ინვესტორს არ გაგიხართ, აი თქვენი პირველი ფიჩი, დეკი, რასაც უყურებთ. რა არის აქ მნიშვნელოვანი?
პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ აქ არ არის, ანუ ეგრევე ფულს არავინ არ მოგწევს პირველი ფიჩი. ცოტა განსხვავებულია ჯიტას გრანტები, იმიტომ რომ ფაქტობრივად იქ ესე გამოდის, მაგრამ იქ უფრო ხანდახან ინვესტიცია არის, ну მაინც რაღაც მომზადება არის, მაგრამ თლათ ესე არის, მაგრამ ძირითადად პირველი ფიჩი არის წარმოიდგინეთ თქვენ დაგშლიან, ხო, აი 100 სტარტაპი ფიჩავს და 50 გადავა არა და დანარჩენი 50 კიში კი არ გადადის. Maybe-ში. შეიძლება კი, შეიძლება არა. ამიტომ ეს პირველი ფიჩი გააკეთეთ იმ მიზნით, რომ გადახვიდეთ იმ maybe-ში. დაიმშვიდობეთ, რომ ყველაფერი უნდა უთხრათ ინვესტორს. უთხარით მხოლოდ ის, მაქსიმალურად დაინტრიგეთ. შეხედეთ ამას როგორც ტრეილერს. ფილმის ტრეილერები რო არის, ხო? არავინ არ აკეთებს 3 საათიან ტრეილერებს და ყველაფერს არ ტენის. მაქსიმალურად ვცდილობენ, რომ მე კინოთეატრებში დავიდეს ადამიანი. პირველ რიგში ეს გავიაზროთ და შესაბამისად ამ ფიჩზე რომ მუშაობთ, სიმარტივე ყოველთვის მოუგებს უფრო კომპლექსურობას. იმიტომ რომ დრო არ არის. ხო? კრეატიულობა, სიტყვის კრეატივი ძალიან მაგარია. ფაუნდერები, ანუ თვითონ სტარტაპის იდეა კრეატივზეა დაყრდნობილი, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი ფიჩი რო არის, კრეატივის ჯობია clarity. როდესაც მარტივად არის გამოხატული თქვენი აზრი. კრეატივი უკვე მე იქნება. Evidence ჯობია შეპირებებს. გასაგებია რომ შეიძლება evidence არ გქონდეს, ამიტომ თლათ ესე არ არის რომ მაინც და მაინც რაღაც evidence-ები უნდა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ გაქვთ, ის ყოველთვის აჯობებს შეპირებებს. და ციფრები ყოველთვის აჯობებს უფრო იაფია, სამჯერ უფრო იაფი, ყოველთვის ჯობია უფრო იაფია. ხო? ხარისხზე არ მაქვს საერთოდ საუბარი აქ. უფრო ხარისხიანია საერთოდ დაივიწყეთ, იმიტომ რომ უფრო ხარისხიანი რას ნიშნავს? ანუ უხარისხოზე არ არის აქ საუბარი. აქ იგულისხმება რომ ხარისხის დონე, ხარისხი არის როგორც ღვინო. ხო, რაღაც ღვინო იაფიანი რაღაც უხარისხო ღვინო რო ამოდის, რაღაც დონეზე რო ადის, მერე უკვე გაცილებით ცოტა ადამიანს შეუძლია ეს ხარისხის გაგება. ხო? $50 ბოთლის და რა ვიცი $500 ბოთლის ხარისხის განსხვავება ძალიან ცოტა შეუძლია შეამჩნიოს. იგივე არის აქ ხარისხზეც. არის რაღაც მისაღები ხარისხი და დანარჩენი ამის ზემოთ არის უკვე stories ნაწილი. ხო, თქვენ როგორ შეადგენთ ამას? როგორ შეხვდეთ? როგორ მიხვდეთ, რომ აი ჩვენი ფიჩმა იმუშავა? ძალიან მარტივია. შეადგენთ ეს ფიჩი, აჩვენეთ ვინმეს, ვინც მიახლოებით მაინც ახლოს არის აი იმ ადამიანთან, რომელიც მოусმენს ამ ფიჩს. მაგრამ ცოტა ხნით აჩვენეთ. თელს პრეზენტაცია შეიძლება თვითონ სლაიდებად აჩვენოს. თუ შეუძლია 30 წამში მე უკან გაიმეოროს იგივე, მაშინ რაღაც კარგ გზაზე გახარ. თუ არა და მაშინ გადასაკეთებელი. 30 წამი არის ხოლმე, ისედაც ადამიანს შეუძლია თუ მართლა რაღაც დაინტერესა, მე გაიმეოროს, პრობლემა არ იქნება. და კითხვა-პასუხის რეჟიმი არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თვითონ პრეზენტაცია. და აი მაგალითი ხო აქ ხუთმა სტარტაპმა გამოხვედით, ფიჩი გააკეთეთ, ფიჩები კარგი იყო, მაგრამ აი კითხვა-პასუხებში უმრავლესობამ სამწუხაროდ ჩააგდათ კითხვა-პასუხები ძირითადად. იყო რამდენიმე კაი პასუხი, მაგრამ ძირითადად ჩააგდათ. ეხლა დრო არ მაქვს კონკრეტული მაგალითები გითხრათ რატო ჩააგდათ და უკეთესად როგორ შეგიძლიათ, მაგრამ მე ვნახეთ აქვე ვიქნებით და კონკრეტულად უკვე შეგიძლიათ მაგალითებით გითხრათ. ამ კითხვა-პასუხებში პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ დავამთავრებინოთ კითხვა. იმიტომ რომ იყო მაგალითები, როცა არ ვაცლიდით, რომ დავამთავროთ, არა და კითხვას უსვარებთ. მერე თუ ვერ გავიგეთ, ან თუ ეჭვგლავ კარგად ვერ გავიგეთ, კითხოთ. გაუმეორეთ ეს კითხვა ჩვენი სიტყვებით. არაფერი ცუდი ამაში არ არის. ამაგერად გავიგეთ კითხვას და ერთ-ერთ ყველაზე უარეს შეცდომას ავიცილებთ, რაც უარეს შეცდომა არის, არასწორად გავიგეთ კითხვა და არასწორ პასუხს ვაძლევთ. სხვა პასუხს ვაძლევთ ამ კითხვას. გავიაზროთ ერთი რაღაცა, რომ ხანდახან ადამიანები, ინვესტორები, განსაკუთრებით ერთი კითხვის უკან იმალება ხოლმე რამდენიმე ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი კითხვა. პირდაპირ რატომაც არ გვეკითხებიან იმას.
ხო და ეს უკვე, არ ვიცი, ყველაზე კაი ალბათ გამოცდილებას მოაქვს არა ამას, გამოცდილებას მოაქვს, რომ გავიგებთ სინამდვილეში რა კითხვა. ინვესტორი თუ არის სკეპტიკური, სხვა შორის ერთი კითხვა იყო პირდაპირ. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ პირდაპირ არ მახსოვს ჩემს უკან იყო ვიღაცამ ინვესტორმა პირდაპირ დასვა ეს კითხვა. რომ მე მგონია, რომ ესე არ არის. იშვიათად არის ასეთი კითხვები, როგორც ესე არის კითხვები ხოლმე, რომელშიც ჩანს, რომ სკეპტისი, ბიზნეს მოდელი არ იმუშავებს, სკეპტისი არის ამ კითხვაში. ანუ კითხვა შეიძლება იყოს, რომ მართლა გვეგონოს, რომ ეს კითხვაა. რამდენიმე უნდა ვისწავლოთ აი ამ კითხვის აზრის, მეორე აზრის დანახვა და პასუხი ზუსტად ამ კითხვას. და ძირითადად ინვესტორები და ჟურის წევრებიც ხო ასეთ კონკურსებზე რო შეხედო ხო ყველაფერი რო ისაქნა ძირითადად დეტექტივების როლში არიან. და დეტექტივების როლში რატო არიან? პირველ რიგში, გრანტებს ცალკე ისემატება, იმიტომ რომ ნამდვილად ჟურის წევრმა უნდა დაინახოს ნამდვილად ამას აკეთებს იმისათვის, რომ ბიზნესი განავითაროს, თუ ამას უყურებს როგორც გრანტს მართლა, როგორც პროექტს. გაგიკვირდოთ რამდენი უყურებს ამას როგორც პროექტს. ეს პროექტი არ არის, ეს არის საწყისი ბუსტი, რომ თქვენი იდეა განახორციელოს. და არა რაღაც პროექტი, რომელიც A-დან B-მდე უნდა მიიყვანოს და მორჩენდეს. და დეტექტივები პირველ რიგში ამას უყურებენ, ცდილობენ რომ დაინახონ და დეტექტივები კიდევ უყურებენ ჩვენ პიროვნულ თვითთვისებებს. ცდილობენ რომ ამ პრეზენტაციიდან და კითხვა-პასუხიდან დაინახონ ჩვენი პიროვნული თვისებები. აქაც არა მაქვს დრო რომ პიროვნული თვისებებია მნიშვნელოვანი, ამაზე მე თუ გინდათ ვისაუბროთ მერე მკითხეთ. ეხლა უკვე მომთავრებ, ბოლო სლაიდებია, მაგრამ მნიშვნელოვანი თემებია ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, რადგან აქ გვაქვს ტექნოლოგიურ სტარტაპებზე ძირითადად საუბარი. ძალიან ხშირად მესმის ხოლმე თქვენი უპირატესობა რა არის, პირველები ვიქნებით და ეს არის უპირატესობა. ესე მთლად ვერ გეტყვით, რომ ეს სისულელეა, იმიტომ რომ მთლად ესე არ არის. ხანდახან აქვს ამას მნიშვნელობა, ხანდახან არ აქვს. უფრო არ აქვს, ვიდრე აქვს, მაგრამ ხანდახან აქვს. მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როდის აქვს და როდის არ აქვს. და რადგან ჩვენ ინოვაციურ სტარტაპებზე ვარ საუბარი და ძირითადად ტექნოლოგიებზეა საუბარი. და რო გადავხედოთ, ხო, ძალიან იშვიათად აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს first mover advantage, რასაც ქვია, არის დაკავშირებული პირველ რიგში დროსთან, ანუ timing. გაგიგიათ, ხო? რომ ყველაფერი, მაგრამ ზოგი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დრო. რომ სწორ დროს ვაკეთებთ ამას, სწორ დროს გამოდივართ ბაზარზე. და სტატისტიკა ამას მამტკიცებს, რომ იყო ბევრი სტარტაპი, რომელიც ძალიან მშვენიერი სტარტაპი იყო, კაი გუნდები ჰქონდათ, კაი იდეები, იგივე იდეები, YouTube-ი ავიღოთ ხო თუნდაც, მაგრამ დრო იყო არასწორი. ეხლა ეს ისე ამბობენ ხოლმე ამაზე დროზე, რომ ჩვენი კონტროლი არ არის ამის. და მართალია. ანუ დრო, სწორ დროს ვაკეთებთ ამას თუ არა, ძირითადად ჩვენი კონტროლი არ არის. მაგრამ არის რაღაცა, რომელიც შეგვიძლია ეს ოპტიმიზაცია რა აკეთებს ამას და დავინახოთ, სწორი არის თუ არა. რა არის ეს რაღაცა? სამი რაღაცა არის. ეგრეთ წოდებული precondition. პირველი არის ეს ტექნოლოგია, რომელიც უდევს, ხო, თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბევრ სტარტაპს უდევს ახლა იმაში, რა ეტაპზე განვითარებას. სწორი ეტაპია თუ არა. ხო, enabling technology რასაც ქვია. ეს პირველი. მეორე, საკმარისი არ არის ეს. დროშალიკო განვითარებული კარგ-კარგოზე იყოს, მაგრამ გაიაფებულიც უნდა იყოს ტექნოლოგია. როგორც ახლა, ხო, მანამდე ხელოვნური ინტელექტი კი ვითარდებოდა, მაგრამ DeepSeek-მა რა გამოიწვია, უბრალოდ ბევრმა იცოდა, რომ ეს გამოვიდოდა, მაგრამ DeepSeek იყო პირველი, რაც გააკეთა. იაფდება ტექნოლოგია. და მესამე, მომხმარებლის ცვლილება, მომხმარებლის ქცევა იცვლება, კულტურული ცვლილებები ხდება. აი ეს სამივე უნდა იყოს ზად. და სწორ დროს უნდა შემოვდიოდეთ ჩვენი პროდუქტით. პირველი, რო განვიხილოთ ტექნოლოგია, ხო? მაგალითებით, რომ უფრო მარტივად გავიგოთ. Smartphone-ები, ხო?
underlying technology, smartphone-ების გამო გახდა ride sharing-ი, Uber-ი, Airbnb-ი, Spotify, Netflix-ი, იმის გამო, რომ smartphone-ები განვითარდა. ეხლა იქ დეტალებში არ შევდრა, რატო განვითარდა, როგორ განვითარდა, მაგრამ smartphone-ებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. Wearable category რაც არის, ხო? აი, საათი, AirPod, რაც გვაქვს, RF-ი და სხვა სენსორების გამო, განვითარების გამო. ChatGPT, ხო, transformer მოდელი გამოიგონეს და იმიტომ განვითარდა. shareyourworld.com რომ დაგუგლოთ, ნახავთ, რომ უბრალოდ დრო არ იყო სწორედ, თორე ძალიან მაგარი გუნდი იყო. ეს არის YouTube, იგივე იდეა, როგორც YouTube-ი, მაგრამ YouTube-ამდე რაღაც 1 წლით თუ 2 წლით ადრე ცდილობდნენ ამის გაკეთებას. შემდეგი, გაიაფება. ეხლა მურის კანონი რამდენიც გაუგია, მურის კანონი, ხო, რამდენი უფრო მეცველოდებოდი ტექნოლოგიურ იმას, მაგრამ მურის კანონი არის კონკრეტ კანონი 70-იან წლებში Intel-ის ფაუნდერმა, ერთ-ერთმა CEO-მ იმ დროს თქვა, რომ დღეიდან დაწყებული, ყოველ 2 წელიწადში ტრანზისტორების რაოდენობა მიკროჩიპებზე გაორმაგდება ყოველ 2 წელიწადში. და მართლა ისე აღმოჩნდა, ეს 1-2 წელი მე მგონი შეწყვიტა ამ კანონმა არსებობა, რაღაც შემდეგი კანონი იქნება ალბათ, მაგრამ გაცილებით რაღაც მიყვებოდა ამ კანონს განვითარება ისე, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ინვესტორმა, Don Valentine-მა, Sequoia-დან, რომელიც რა ვიცი, Godfather ითვლება Silicon Valley-ს, რო კითხეს, რატო ხართ ასე successful ინვესტიციებშიო, თქვა, რომ I just follow the Moore's law and make some educated guesses on its way. ირონიულად ცხადია, მაგრამ გვიჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კანონი თავის დროს. რო გადახედოთ ამას, ამ იმაში ჩანს, როგორ მე კომპიუტერის პროგრამირებას რო ვიწყებდი, აი ამ ხელა ოთახში იყო mainframe-ი, ის კომპიუტერი, რაზეც მუშაობდი. და ჩემი iPhone რაც მაქვს, არ ვიცი, მე-12 თუ რაც მაქვს ის iPhone-ი, რა ვიცი, 30,000 ჯერ უფრო მძლავრია ვიდრე ის კომპიუტერი. მეტი თუ არა. და ამიტომ ბევრი ტექნოლოგია, მაგალითად, ელექტრომანქანები რატო განვითარდა ესე. Elon Musk ხო არ იყო პირველი, რომელიც ელექტრომანქანებზე მუშაობს. მანამდე ძალიან ბევრი ხალხი მუშაობდა, მაგრამ ამ smartphone-ების განვითარებამ გამოიწვია lithium-ion ბატარეი ტექნოლოგიის განვითარება. და ამან მერე გაუკეთა ბუსტი ელექტრომანქანებს. გაიაფება და ასე შემდეგ. და ბოლოს კულტურული ცვლილებები. რო შევხედოთ, ხო? Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ამ ყველამ ეგრევე, მაგალითად 15 წლის წინ TikTok-ი რო შექმნილიყო, შანსი არ იქნებოდა. იმიტომ რომ ეს selfie კულტურა, აი ეს სწრაფი ვიდეოების კულტურა არ იყო მაშინ. ბევრმა სხვადასხვა ტექნოლოგიამ გამოიწვია ის, რომ აი ეს კულტურა შემოვიდა და ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ აი TikTok-მა, Facebook-მა, Instagram-მა დიდგოს დინასტია ეწოდა. არაფერს არ ეწოდა. ამიტომ ამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ქცევას მივაქციოთ ყურადღება. ის კი არა, რომ ჩვენ შევცვლით მომხმარებლის ქცევას. ხშირად მესმის ხოლმე სხვა ჩვენს ფიჩერში. სასაცილოს არ არის. ტირილი ბინდება ხოლმე, იმიტომ რომ მომხმარებლის ქცევის შეცვლა ძალიან ძნელია და წლები უნდა ხოლმე. Startups რამენაირად ხოლმე, რა ვიცი, 7-8 წელია ხოლმე მინიმუმ მომხმარებლის ქცევა. რომელსაც ქვია gestation period, ხო? როცა კარგად არიციან, როგორ გამოიყენონ და წლებით გრძელდება ხოლმე. სტარტაპი ვერ აკეთებს ამას. მაგრამ სამაგიეროდ სტარტაპი, რომელიც ხეირობს ამისგან, ხეირობს სხვა სტარტაპების ხარჯზე, რომლებიც უკვე არ არსებობენ. ამიტომ ჭკვიანი ფაუნდერი, კარგი ფაუნდერი ამას ყველაფერს უყურებს, ეს ყველაფერი იცის და ეს ყველაფერი გამოიხატება აი ამ ბაზრის ცოდნაში. Industry knowledge, რასაც ქვია, ხო? ეს ყველაფერი გამოიხატება სად? კითხვა-პასუხის დროს, შეიძლება პრეზენტაციის დროს ეს არ ჩანდეს,
მაგრამ კარგი ინვესტორები ეკითხებიან ზუსტად აი ამ კითხვებს, რომ ნახონ, დაინახონ. სწორი დროა თუ არა, პირდაპირ კი არ კითხავს არავინ. ინვესტორი არ გეკითხება, აი რა, სწორი დროა, ეხლა ამისათვის გიგაგიგიათ ასეთი კითხვა, მოგივათ თავში საერთოდ ასეთი კითხვა არა. შემოვლითი იქნება ეს კითხვები. ამიტომ ზათ უნდა ვიყოთ ასეთი კითხვებისთვის, რომ ზათ ვიყოთ როგორ ეხლა, ეს არ არის გამოცდა კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო. ეს არის მართლა ასეთები უნდა ვიყოთ. ჩვენი ტექნოლოგია, რაც საფუძველში უდევს ჩვენ, ხელოვნური ინტელექტი არის, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ კარგად. ამ 5 სტარტაპიდან რომ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველაზე ერთ-ერთი უარესი პრეზენტაცია იყო ბოლო სტარტაპს ჰქონდა, ემოციურად ჩემში ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია ბოლო სტარტაპმა, მეხუთე სტარტაპმა. მაგრამ კითხვებიც არ იყო ისეთი, მაგრამ პრინციპში იყო ისეთი კითხვები, შეეძლო ამ სტარტაპს ისე გაემკლავებინა ამ კითხვებისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ ეს ტექნოლოგიური ცვლილებები, რაც ჭირდება, ხო, ის ტექნოლოგია, თუნდაც eye tracking რო ქონდა. უნდა ეჩვენებინა, რომ ესმის ეს eye tracking-ი როგორ ვითარდება. საერთოდ არ იყო ამაზე არაფერი ახსენები. მაგრამ eye tracking არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ამის. იმიტომ რომ eye tracking-იდან ყველაფერი შეიძლება გაიგოს ადამიანის საერთოდ ყურადღება რო აქვს გაფანტული ახლა ჩემი ბავშვი რო იხედება ტელეფონში. eye tracking-იდან ყველაფერი შეიძლება გაიგო. როგორ არის, რამდენად დაძაბულია, რამდენად ესმის ის მომენტი, რასაც აკეთებს. ყველაფერი ის, რაცაც გვერდებოდა სტარტაპი. მაგრამ ეს უნდა გამოჩნდეს. ეს ტექნოლოგიაზე ვიცით. იმიტომ რომ შევხედოთ ბოლოს მინდა დავამთავრო, რომ შევხედოთ iPhone-ი, ხო? iPhone-ი ყველა ვიცით. Palm Pilot-ი გაგვიგიათ, BlackBerry გაგვიგია. კი. Palm Pilot-მა და BlackBerry-მა მოამზადეს iPhone-ისთვის და მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ადრე ვიყოთ, პირველები ვიყოთ, ან ბოლოები ვიყოთ, ან შუაში ვიყოთ. მნიშვნელოვანი არის, რომ სწორ დროს ვიყოთ და სწორი დრო არის ზუსტად აი ამ critical mass point-თან ახლოს. critical mass point-თან როცა მზად არის ბაზარი. აი ზუსტად საუკეთესო ფაუნდერები რაღაც ინტუიცია თან ამასთან. არ არის აუცილებელი ზუსტად იმ დროს ვიყოთ. იმდენი ხნით ადრე უნდა ვიყოთ, რომ მერე გავუძლოთ. რამენერად დაფინანსებით, იმიტომ არის საჭირო ინვესტორები, იმიტომ არის საჭირო დაფინანსება. ეს იყო სულ დიდი მადლობა.